გამარჯობა. ქალბატონმა ქეთევანმა ბიღმელაშვილმა, ვინც გაახლავთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თავს უფლება მისცა ჩვენთვის შეურაცხყოფა მოეყენებია. ჩვენს YouTube არხზე უხამსი კომენტარი განეთავსებინა. შეფასება ასეთია: სისულელე და იდიოტიზმი, ანუ გამოგვიყვანა სულელებად და იდიოტებად. ძალიან საწყენია. მეცნიერი ადამიანებს ხშირად ასეთი ამპარტავნება დაუშვებელია და უზრდელობა. არ ველოდით. მე 70 წლის გახლა ვარ და ალექსანდრე ჩემი შვილი 40 გადაცილებულია. ჩვენთვის გასაგებია თუ რატომ მოიქცა იგი ასე. საუბარი გაყალბებული სამეცნიერო ნაშრომების დაცვისთვის წამოიწყო, მაგრამ 73,000 ჩვენი მაყურებლისთვის ალბათ ეს ყველაფერი გაუგებარი დარჩა. ამიტომ გადავწყვიტეთ პასუხი გაგვეცა მისთვის და სააშკარაოზე გამოგვეტანა ქალბატონი ქეთევანის ის სამეცნიერო ნაშრომი და შეგვეფასებია, რომლითაც მან მოიპოვა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, რათა ჩვენს მაყურებელს წარმოდგენა შექმნოდა მის სამეცნიერო მოღვაწეობაზე და დაესვათ მარტივი შეკითხვა: ვისი ნაშრომებია სისულელე და იდიოტიზმი, ჩვენი თუ მისი და მისნაირების? ხონხედათ არ ვერიდებით ჩვენი არცეთი კვლევის გასაჯაროებას, ვიცით რომ მათში ჭეშმარიტება ავსახეთ. გაშიფრული გვაქვს გრაკლიანი გორის ყველა დამწერლობითი არტეფაქტი, საკურთხევლის ანბანური იდეოგრაფიკული, თიხის ლარნაკის ანბანური და სტელას ხატოვანი სიმბოლოები, ასევე ბაშპლემის ფილის ტექსტი და სვეტიცხოვლის წრიული ფრესკა, რომელთა რეცენზირება ჩვენთვის მოწერილი ოფიციალური პასუხებით იმიტომ ვერ ხერხდება, რომ შესაბამის დაწესებულებაში არ აღმოჩნდა პალეოგრაფი. 3 წლის ლოდინის შემდეგ მივხვდით რა, რომ ქალბატონი ქეთევანისნაირი მეცნიერი წინ არ გაგვიშვებდა, ამიტომ გავასაჯაროეთ ჩვენი კვლევები. მიუხედავად ამისა, ამ დაწესებულებებთან დღემდე ვინარჩუნეთ კეთილგანწყობას და ურთიერთობას, თუმცა ეს არ შეეხება კონკრეტულ მეცნიერებს. მოცემულობა კი ასეთია: ქალბატონ ქეთევანს საერთოდ არ ვიცნობ და არც არასდროს ქონია შეხება მის სამეცნიერო ნაშრომებთან, თუმცა კვლევის ფხიზელმა გუმანმა გვაგრძნობინა თავდასხმის მიზეზი, რადგან ასეთების გამოხდომები ყოველთვის დაკავშირებულია თავიანთი ნაშრომების ეგრეთ წოდებულ დაცვაზე, რასაც ქვემოთ ჩვენი მაყურებელი თავის თვალით იხილავს და მოისმენს. აქ თვითონ პრევენტული რეაქცია ასეთ მეცნიერებს ოღონდ ვერ გარემოებას ვერ ითვალისწინებენ. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, შემდგომით გაგრძელებული ასეთი ვაი მეცნიერები ყოველთვის სარგებლობდნენ ეგრეთ წოდებული სამეცნიერო იმუნიტეტით, რომლის არსი მდგომარეობს შემდეგში. თვითონ არიან ხარისხმინიჭებული მეცნიერები და ჩვენნაირ არაცნობად სახეებს აბა ვინ დაუჯერებს? ისინი რასაც იტყვიან, ის იქნება სიმართლე და ჩვენ ვერაფერს დავამტკიცებთ. მაგრამ მისნაირებს იცით რა ეშლებათ? ადამიანებს უკვე მარტივად შეუძლიათ საკუთარი კვლევების გასაჯაროება. მას როგორც ქალბატონს უდასტურებთ ჩვენს პატივისცემას, ოღონდ მის სამეცნიერო სიყალბეს ფარდას აუცილებლად ავთვით. ზუსტად მისნაირებმა მიიყვანეს საქართველოს ისტორია უსკლურის პირამდე და ერთი წიხლის ჩაჟელვაღა დარჩათ. ამას ადრე გააკეთებდნენ, მაგრამ უცხოელ მეცნიერთა აღმოჩენები უშლით ხელს. ბევრი რომ არ ვისაუბროთ, შეუდგეთ მისი სადისერტაციო ნაშრომის ქრისტიანული სიმბოლიკა პირველი მე-6 საუკუნეების საქართველოში განხილვას, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით შევარჩიეთ, თუმცა დარწმუნებულნი ვიყავით, რომ მასში ისე როგორც სხვა რამოდენიმე მეცნიერის შემთხვევაში, რომელთაც მათ ნაშრომებზე გაუგზავნეთ ჩვენი შეფასებები და დავადუმეთ სიყალბეში მხილების გამო, აუცილებლად ვიპოვიდით მისი ლექსიკით რომ ვთქვათ სისულელეს და იდიოტიზმს და თვალმარგალიტეს ამ სისულელის და იდიოტიზმის. დავიწყოთ სათაურით. ქრისტიანული სიმბოლიკა პირველი მე-6 საუკუნეების საქართველოში.
ქრისტიანული სიმბოლიკა არათუ პირველი საუკუნის საქართველოში არ არსებობდა, არამედ ქრისტიანების კომპაქტურად განსახლების ტერიტორიაზე, რომში და ასე შემდეგ. შემდგომდროინდელი სიმბოლიკების უდიდესი ნაწილი აგებულია წინა ქრისტიანული პერიოდიდან. შემდეგი თავი დისერტაციის შესავალი ციტატა. რელიგია ოდითგან უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ადამიანთა ცხოვრებაში. პირველი მსოფლიო მონოთეისტური რელიგიის ქრისტიანობის წარმოშობამ თან მოიტანა ახალი აზროვნების განსხვავებული მსოფლმხედველობის გაჩენა. გვერდი 3. ჩვენი პასუხი. პირველი მსოფლიო მონოთეისტური რელიგია ქრისტიანობა არ იყო. ამგვარი მარტივი საკითხის უცოდინარობას ნამდვილად არ ველოდით. გვეგონა მეტი ცოდნა გაგაჩნდათ კაცობრიობის უძველეს ისტორიაზე. ავიღოთ ქართლის ცხოვრება. დამაშ ზამსა დაივიწყეს ღმერთი დამბადებელი მათი და იქმნეს მსახურ მზისა და მთვარისა და ვარსკვლავთა ხუთთა და მტკიცედ და უფროსი საფიცარი მათი იყო საფლავი ქართლოსისა. დამბადებელი ღმერთი დაივიწყეს ქართლოსიანებმა, ანუ მამა ღმერთი. იცით ეს რას ნიშნავს? სწორედ მონოთეიზმს, ერთღმერთიანობას. ბოდიში. აქვე განმარტათ კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოცემულობას. დარწმუნებული ვართ, ის აუცილებლად დაგვჭირდება ქვემოთ ამ თავის ცხვრის სიმბოლოს განხილვისას. ალბათ ვერძის სიმბოლო უფრო სწორია. ხუთი ვარსკვლავი არის ვერძის თანავარსკვლავედის ხუთი ვარსკვლავი. ვიდეო გვაქვს საწერილი და უნდა გეყურებიათ. შემდეგ ქართლოსიანთათვის წერილ არს მატიანეთა შინა საქართველოისა. ეს ის მატიანია, რომელიც ანტონ კათალიკოსმა პეტერბურგში გაიტანა და დღეისთვის დაკარგულად ითვლება. თუმცა თეიმურაზ ბატონიშვილის რაღაც ცნობები ბიძამისის თანხმობით ამ წიგნიდან გადაუწერია, რაზეც ასევე არსებობს მარი ბროსების ცნობაც. ვახტანგ მეფისა მოთხრობასა შინა, ვახუშტისსა და სხვათასა, ვითარმეთ პირველად მათ შორის იყო ცნობა ერთისა ღვთისა და ღვთისა მსახურ იყვნენ, ხოლო შემდგომად იქმნეს იგინი კერტ მსახურ და შემოვიდა მათ შორის მრავალი ღმერთობა. ერებ ჩხილებში უწერია, ესრეთ მოუთხრობენ საზოგადოდ მოთხრობანი საქართველოისა და ქართლოსის შთამომავლობანი. თეიმურაზ ბატონიშვილი გვერდი 48-49. ისევ შემდეგ სრულიად საქართველოისა კათალიკოსი ღირსი არსენი დიდის წერს ესრე. ქართველთა ერნი პირველად მსახურებდეს ღმერთსა, რომელნი მიდრკეს შემდგომად მსახურებად და შეუდგნენ ეშმაკსა და ღმერთთა სხვათასა და თაყვანის სცემდეს ძელთა, ქვათა და ღმერთად ხადოდეს, აღიარებდეს. ესრე წერილ არს წმინდისა მოციქულთა სწორისა ნინას მიერ მოქცევისა და ქადაგებისა მოთხრობასა შინა, რომელიც აღწერილ არს ვრცლისაგან მოთხრობასა წმინდის ნინას ცხოვრებისა და ქადაგებისა, უფრო შემოკლებით ღირსისა არსენი კათალიკოსისა მიერ ქმნილსა წიგსა შინა. ბატონიშვილი გვერდი 49. ისევ შემდეგ იუდაიზმი ითვლება მონოთეისტურ რელიგიად და ის დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის პირველი 1000 წლეულის შუახანებში წარმოიშვა, ასე რომ ქრისტიანობამდე მინიმუმ 2 რელიგიური მოძღვრება აღიარებდა ერთ ღმერთს, ქართლოსიანთა და იუდეველთა. შემდეგი თავი დისერტაციიდან ადრე ქრისტიანული სიმბოლიკა. ციტატა. ქრისტიანობის გავრცელებას მცირე აზიიდან მოიაზრებენ. მაგალითად, ლუკიანეს ნაშრომიდან ჩანს, რომ მეორე საუკუნეში პონტოს პროვინცია, რომელშიც მაშინ შავიზღვისპირა კოლხეთით შედიოდა, სავსე იყო ქრისტიანებით. შვილდაძე 2003 წელი გვერდი 44-45. ქართულ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით, რომელსაც ავსებს არქეოლოგიური მონაპოვარი მუმ შვილდაძე ქრისტიანულ თემების არსებობას ახალი წელთაღრიცხვის პირველივე საუკუნიდან ვარაუდობს. ქართლის დედაქალაქ მცხეთაშიც, სადაც ქრისტიანობის გავრცელების საყრდენად ეგრეთ წოდებული ქართველი ებრაელები გვევლინებიან. შვილდაძე 2008 წელი გვერდი 47-61. ჩვენი პასუხი.
სასამეცნიერო ტერმინოლოგიაა ეს პონტოს პროვინცია, რომელშიც მაშინ შავი ზღვისპირა კოლხეთიც შედიოდა, სავსე იყო ქრისტიანებით. იმერლები ვართ და ასე ვიტყვით. იქნებ ნახევრიად იყო სავსე ან პირთამდე. ასეთი სისულელე და იდიოტიზმი თქვენი ლექსიკით მართლაც არ გაგვიგონია ჯერ აქამდე. ამას სხვა რამ უნდა უწოდოთ. ცოდვა მისი განსაზღვრა ზოგადი ტერმინოლოგიით შევაფასოთ. კონგელიანური სისულელე და იდიოტიზმია. შემდეგი ციტატა იმავე თავიდან. საქართველოში პირველივე საუკუნიდან უნდა ვივარაუდოთ ქრისტიანული თემების არსებობა, განსაკუთრებით ეს ითქმის დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა რეგიონზე, სადაც უკვე მეორე-მესამე საუკუნეში ქრისტიანობის გავრცელებას მცირე აზიიდან მოიაზრებენ. გვერდი 21 დისერტაცია. ჩვენი პასუხი: არა, მცირე აზიიდან ქრისტიანობა საქართველოში ვიღაცებმა კი არ გაავრცელეს, თანაც კი არ უნდა ვივარაუდოთ ახალი წელთაღრიცხვის მეორე ან მესამე საუკუნეში ლუკიანეზე დაყრდნობით, არამედ სხვაგვარად იყო. საბჭოთა და პოსტსაბჭოთა მეცნიერები რომ მალავდნენ თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნს, რადგან მასზე დაყრდნობის შემთხვევაში თავიანთი ნაშრომები ისტორიის სანაგვეზე უნდა მოესწრონ, აი იმ წიგნიდან შემდეგი ცნობა. შემდგომად ქრისტეს ამაღლებისა მე-6 წელსა მოიწვიეს ესე ორნი მოციქულნი ქრისტესნი, პირველ წოდებული ანდრია და სიმონ კანანელი, რამე თუ უბრძანა წმინდამან ღვთისა მშობელმა, რათა წარვიდნენ ივერიათ და მუნ ქადაგონ საყვარელი ძეი მისი ქრისტე ღმერთი, ხსნელი და მაცხოვარი, წილ ხდომილსა, შინა ქვეყანასა, ღვთისა დედისა. ერებ ჩხილაში წერია: ვითარბეთ წერილ არს ძველთა ეკლესიისა ჩვენისა მატიანეთა. ბატონიშვილი გვერდი 151-152. თქვენ რომ შურით არ დაკავებულიყავით და კარგად მოგესმინათ სვეტიცხოვლის ფრესკის გაშიფვრის შესახებ ჩვენი ვიდეო, გაიგებდით რომ მოციქულები ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანელი როდის შემოვიდნენ საქართველოში. ჩვენს მიერ გაშიფრული სვეტიცხოვლის ფრესკაზე დატანილი ცნობით ქრისტე აღესრულა, ანუ ამაღდა ახალი წელთაღრიცხვის 27 წელს პაშასადაბე, რადგან მოციქულები ამ თარიღიდან მე-6 წელს მოიწვიეს საქართველოში, ეს ყოფილა ახალი წელთაღრიცხვის 33 წელი. ხომ ხედავთ რა ზუსტია თეიმურაზ ბატონიშვილის ქრონოლოგიაში. მან კი არ თქვა ქრისტეს შობიდან მე-6 წელსო. იცით რატომ ეს წელთაღრიცხვა შემოღებული იქნა ახალი წელთაღრიცხვის 525 წელს დიონისე მცირის მიერ და ბოდიშით ისიც რამოდენიმე უზუსტო თარიღთან შეწონადებით. შემდეგ გავაგრძელოთ. წარმოვიდეს ესე მოციქულნი ქრისტესნი ანდრია და სიმეონ კანანელი, მოვიდეს პონტოს გზით ქვემოსა შინა საქართველოსა კოლხიდად, ადგილსა მენგრელთა და აბხაზეთსა ქალაქად ნიკოფსიად. ეს ნამდვილად გვესმის, რატომ დამალეს მეგრელთა პირველად გაქრისტიანება საბჭოთა ისტორიკოსებმა, მაგრამ არ გვესმის თანამედროვე ისტორიკოსები არ შერჩიან ამ ინფორმაციას. თავის დროზე ამ უმნიშვნელოვანესმა ცნობებმა ძალიან გაგვახარა. მიუხედავად იმისა, რომ იმერლები ვართ, განსაკუთრებული პატივისცემით განვისწვალეთ ჩვენი წინაპრების მიმართ, მეგრელების მიმართ. ისტორიის მანძილზე კახლები საქართველოს აღმოსავლეთის მეკარიბჭენი შეიქმნენ. მეგრელები საქართველოს სულიერი მეკარიბჭენი აღმოჩნდნენ. აი ასეთი დიდებული წინაპრები გვყავდა ქართველებს და მათ მიერ სისხლითა და ოფლით დაწერილი ისტორიის გაყალბება მართლა სისულელე და იდიოტიზმია, რადგან წინაპართა ამ ნაღვაწმა არ შეიძლება გზა დაკარგოს, ისე როგორც ამას სანთელ-საკმეველი აკეთებს. ამის უფლებას ზეციური საქართველოს ბინადარნი არავის მისცემენ. ანდრია პირველწოდებულმა მოიარა თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოს, შევიდა კავკასიის თათაშინა
ცხოვრებდებთანაც სავარაუდოდ სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა, გურია ბოდიში თავისთავად აჭარა და სამეგროლო. იქიდან გადავიდა ჩრდილო კავკასიაში და თვით სრულიად საქართველოს მეფე ადრეკიც კი გააკვირვა. დღესაც ეწვია და დადგა ქადაგებად ჯვრის მონასტრის მთაზე, სადაც ჯვარიც აღმართა. ამიტომ მოციქულებმა თქვენ რომ წერთ რომაულ კოლონიებში იქადაგესო, მასე არ იყო. ერთიანი საქართველოს ტერიტორიიდან სამეგრელოდან დაიწყეს ამ ნაბიჯის გადადგმა და პირველად მეგრელები, ქართველები აზიარეს ქრისტეს მოძღვრებას. პონტოს არ გახდათ ქართული სახელმწიფო. რაც შეეხება მეფე ადერგს ბოდიში. ადერგი იქნა მეფედ ყოველთა ივერიისა ზედა. დააკვირდის სრულიად საქართველო. ყოველთა ივერიელთა ზედა. წერსა დასაბამითგან სოფლისა ბერძულთა რიცხვთა 5508-ა. ქართულსა ქრონიკონსა 11-სა მოქცევისა 284-ს. ქრისტეს შობისა პირველსა წელსა. ჩვენი სხვა ვიდეოები რომ გენახათ, გეცოდინებოდათ რომ ქრისტე იშვა ძველი წელთაღრიცხვის მე-7 წელს. ახლა კი საბჭოთა ისტორიკოსთა მონაცემები მეფე ადერგს ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის პირველი ნახევარი მიაჩნია ადერგის ზეობის ხანად ს გიორგაძეს 1-30 წლები. ინგოროყვა მის მეფობას ათარიღებს ძველი წელთაღრიცხვის 27, ახალი წელთაღრიცხვის 30 წლებით, დაახლოებით ზუსტია. მელიქიშვილის აზრით ადერგი მოღვაწეობდა ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის დასაწყისში. იგი ადერგს მითრიდატეს პირველთან აიგივებს, საერთოდ აცდენილია. ანალოგიურად ათარიღებენ მის მეფობას კაკაბაძე და მამულია. ასეთი გახდათ საბჭოთა იდეოლოგია, ყველა მეცნიერის მოსაზრებას იზიარებდა, რათა სიმართლე არ დადგენილიყო და ერთპირი არ ყოფილიყო საქართველოს ისტორია. შემდეგი თავი დისერტაციიდან ჯვრის სიმბოლო, ციტატა. პირველ საუკუნეში გამომდინარე შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან, როდესაც ქრისტიანები ჯვარ-თაყვანისმცემელებად აღიქმებოდნენ. გვერდი 8. ჩვენი პასუხი. ეს უნდა გწოდნოდათ, ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში ქრისტიანები ჯვარ-თაყვანისმცემლებად არ აღიქმებოდნენ. თუ კი ასეც ადგილი ჰქონდა, უნდა მიგეთითებინათ წყარო. ამიტომ დანარჩენი, რაც ამ თავში ვითომ სიბრძნით გაჯერებულია, ყველაფერი სისულელე და იდიოტიზმია. თქვენი ლექსით კი განმარტავთ, თორემ ვერ მიხვდებით. გულისხმობთ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართველ ისტორიკოს მეცნიერთა ნაშრომებს, ასევე თქვენს დასკვნებს და არა უძველეს წყაროებსა და მათ ავტორებს. ვიმეორებ, ჩვენ არ საუბრობთ ყველა მეცნიერზე. პატივისცემა მათ, თითოეულ მათგანს დაწყებული ივანე ჭავაყიშვილი. შემდეგი თავი დისერტაციიდან ქრისტეს მონოგრამა და ქრიზმა. ეს საკითხი ჩვენთვის ცნობილია და არ წაგვიკითხავს დროის უკმარისობის გამო. მან თქვენი დასკვნები სავარაუდოდ არ იქნება, ყველაფერი თქვენამდეა გარკვეული. თუმცა შესაძლებელია მანდაც დაამატეთ რაიმე სისულელე და იდიოტიზმი. შემდეგი თავი თევზის სიმბოლო, ციტატა. კოლხურ იბერიულ კულტურაში მის არსებობაზე მეტყველებს კოლხური ცულების სამთავროს სარტყლის მორთულობები. აქ თევზები გამოსახულია ირმების, ხარისა და გელ-ძაღლის კომბინაციაში. ფანცხავას აღნიშნით, ხას უნდა უსვამდეს ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების კულტის როგორც მიწიერ, ისე წყლის მიერ ბუნებას. კოლხური ცულების კვლევის შედეგად მკვლევარი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თევზი, ისევე როგორც ირემი, ბუნების დიდი დედის, ეს რაღაც ახალია, უძველესი ზოომორფული სახია. ფანცხავა 1988 წელი, გვერდი 48. ჩვენი პასუხი. ბუნების დიდი დედის არა, ბიცოლას ზოომორფული სახია. საიდან მოგაქვთ სისულელისა და იდიოტიზმის ასეთი
უიშვიათესი თვალმარგალიტები. ამ ლექსიკით იმიტომ საუბრობ თქვენს ნაშრომზე, რომ დაივიწყოთ ეს სიტყვები და მომავალში სხვასთანაც არ წამოგცდეთ. უძველეს და წინარე ქრისტიანულ პერიოდებში ცხოველებისა და ფრინველების გამოსახულებები გამოიყენებოდა ასტრონომიული დანიშნულებით. როდესაც ცხოველების და ფრინველების გამოსახულებები აღნიშნავდა თანავარსკვლავედებს და ციურ სხეულებს, რომლითაც ხდებოდა ასტრონომიული კალენდრის ფუნქციონირება და ასტრონომიული თარიღების დაფიქსირება, ხოლო ის მოსაზრება, რომლის თანახმადაც თუ კი სადმე არქეოლოგიურ ობიექტზე ზოომორფული გამოსახულებას იპოვნიდნენ, აუცილებლად ნაყოფიერების ღვთაებად ასაღებდნენ, სწორედაც რომ სისულელე და იდიოტიზმია. თევზების ეპოქაში იშვა იესო ქრისტე ძველი წელთაღრიცხვის 7 წელს. ეს ეპოქა დღემდე გრძელდება და უახლოვდება დასასრულს. რის შემდგომაცაც დადგება ლომის მერწყულის ეპოქა. თქვენ რომ ჩვენი ვიდეოები გეყურებინათ, ამ საკითხზე ბევრს გაიგებთ, თუმცა გვეეჭვება. ამ მონაცვლე ეპოქების დადგომა დამოკიდებულია დედამიწის პრეცეზიაზე და ნიშნავს შემდეგ, რომელ თანავარსკვლავედშიც მზე, ცის თაღის ეკვატორს გადაკვეთს გაზაფხულის ბუნიობისას არის ის ეპოქა. ქრისტეს დროს ასეთი თანავარსკვლავედი იყო თევზები. ამას გვასწავლის მეცნიერება ასტრონომია, რომლის შესახებაც ცოდნა ასახულია ბევრ უძველეს კულტურაში, თუმცა თქვენ ამ ჭეშმარიტებას ალბათ არ იცნობთ,ანდაც არ ემხრობთ, გამომდინარე ზემორე დასკვნებიდან. იმავე თავიდან შემდეგ ეს ციტატა: ხარისა და მგელძაღლის კომბინაციაშიო. ბიბლიურ ასტრონომიაში თანავარსკვლავედი მულ აპიში, ესე იგი, ჩამოთვლილი იყო როგორც GU4 ან ნა ზეციური ხარი. ზეციური ხარის იგივე ხატოვანი გამოსახულება გამოსახული იყო დენდერას ზოდიაქოში, ჭერზე არსებულ ეგვიპტურ ბარელიეფურ ჩუქურთმაზე. წითელი მგლურა, გელძაღლი, რომლის შესახებაც განმარტებას იშველიებთ ფანცხავას მიხედვით, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მისი გამოსახვა უნდა აღნიშნავდეს ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების კულტის როგორც მიწიერ, ისე წყლისმიერ ბუნებასო, კიდევ ერთი სისულელე და იდიოტიზმია. მოგახსენდეთ მის სწორ დანიშნულებას და გამოსახვის იდეას. წითელი მგლურას თანავარსკვლავედი, ბერძნული თანავარსკვლავედი, სავარაუდო ბიბლიურ სიმბოლოზია დაფუძნებული. ბაბილონურ სიმბოლოზია დაფუძნებული, რომელიც ცნობილია როგორც გიჟი ძაღლი. ის იყო უცნაური ჰიბრიდული არსება. ასევე ლომი ერთ-ერთი უძველესი აღიარებული თანავარსკვლავედი იყო. არქეოლოგიური მტკიცებულებით მესოპოტამიელებს მსგავსი თანავარსკვლავედი ჰქონდათ ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის 4000 წელს. ზოგიერთი მითოლოგი მიიჩნევს, რომ შუმერებში ლომი განასახიერებდა ურჩხულ ჰუმბაბას, რომელიც გილგამეშმა მოკლა. ბაბილონურ ასტრონომიაში თანავარსკვლავედს URGU-ლა დიდი ლომი ერქვა. კაშკაშა ვარსკვლავი რეგულუსი ცნობილი იყო როგორც ვარსკვლავი, რომელიც ლომის მკერდთან დგას. რეგულუსს ასევე ჰქონდა კაფიოდ გამოხატული სამეფო ასოციაციები, რადგან ის ცნობილი იყო როგორც მეფე ვარსკვლავი. შემდეგ ისტორიკოსნი ბეროს, ავიცენ და აპოლორ იტყვიან, ველთა შინა ქალდეისათა ცხოვრდეს კაცნი ველურნი, მსგავსნი ოთხფეხთა, სკერიდან ზღვისა, ერიტრიისა, ესე იგი შავი ზღვისაო ფრჩხილებში უწერია, გამოვიდა მყის ერთი წყლიერი მიწიერი ცხოვრი, რომელმანცა განანათლა ზნენი მათნი, ესენ განსაცვიფრებელი ცხოველი იწოდებოდა ამფიბია, ანუ ოანესად,
მას უკვე აქვს ორი თავი. ქვემოი პირის სახე მისი იყო კაცისა, ხოლო ზემო პირის სახე მისი თევზისა. გამოუტევდა ხმასა პირისაგან კაცისა, გარნა საგრძნობელი. ხმაი მისი ახსავსე იყო მშვენიე მზახველობითა სხიტყვისათა. ბატონიშვილი გვერდი 5 სტატია 8. ამ ინფორმაციამ გაგვაოცა, როგორ ზუსტად არის აღწერილი სკაფანდრიანი ადამიანი. ეს არის მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი, რომლის ჩამწყვეტის ქვედა ნაწილს ზემოთ აწევის შემდგომ, ესე იგი გამოჩნდებოდა მისი პირესახე, ხოლო ზედა ნაწილი წარმოადგენს ჩაფხუტის თავს, რომელიც თევზის გამოსახულება იყო. ამაგზე გვაქვს ვიდეო და შეგიძლიათ უყუროთ. ოანა, ოანესი, აქადური და შუმერული აბკალუნა ან აბგალ. ეს შესაბამისი ტერმინები გვხვდება რუსულ წარწერებში, ზოგადად ნიშნავს ბრძენს, ხოლო გილგამეშიანში გვხვდება ზეცის მინადარინი ანუნაკი. ღმერთნინ ანუნაკთა შორის სტირიან მასთან ერთად. გილგამეშის ეპოსში მე-11 ფილა. შუმერულ აბკალუს უცხოელი მეცნიერები კითხულობენ როგორც აბგალსაც. გამომდინარე მისი სახელის გაშიფვრიდან, ჩვენ დავადგინეთ კავშირი ამ სახელისა ქართულ სიტყვასთან აბგა, რაც ასევე ჩანთა. ესე იგი სიტყვა აბკალუს ეტიმოლოგია შემდეგია: აბგა, ჩანთა, ხოლო ლუ შუმერულად არის კაცი. ტერმინი აბკალუ, აბგალ, ჩანთიანი კაცი, როგორც ეპითეტი ან ზერცართავის სახელი შეიძლება ნიშნავდეს ბრძენს. იგი გამოიყენებოდა როგორც ღმერთების იასა და მარდუქის ეპიტეტებადაც და უბრალოდ ინტერპრეტირებულია როგორც ბრძენი ღმერთებს შორის ან მსგავსი ფორმები. იგი ასევე გამოიყენება ემლილთან, ნინურტასთან და ადათთან მიმართებითაც. შემდეგი თავი დისერტაცინა ირმის სიმბოლო. ციტატა: ახალი რელიგიის საწყის ეტაპზე მის გავრცელებას როგორც ჩანს ხელი შეუწყო სოფლიო ხალხთა წმენაში ირმის კულტის არსებობა, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე მცხოვრებლებში, სადაც წარმოიქმნა და გავრცელდა ქრისტიანობა. გვერდი 57 დისერტაციის. ჩვენი პასუხი: ამასაც ასე მარტივად ვერ შევაფასეთ. კონგელიანური ვაზრობაა და ქვემოთ მოგახსენეთ. შემდეგი ციტატა: ირმის სიმბოლიზება პალეოლითის ხანაში იღებს სათავეს. იგი პირველყოფილი ადამიანისთვის ნაყოფიერებასთან და სიუხვესთან ასოცირდებოდა. გვერდი 57. ჩვენი პასუხი: ყველაფერი ნაყოფიერებასთან როგორ ასოცირდებოდა? გასაოცარია აღნიშნული პრიმიტიული საზოგადოების ადამიანის ასოციაციების მესაიდუმლენის ყოფილხარ. გამოქვაბულის კედლებზე და ასე შემდეგ ირმებს იცით რატომ ხატავდნენ? პირველყოფილ ადამიანს ნაყოფიერება და კიდევ რა გიწერიათ მან? სიუხვეც ფეხებზე ეკიდათ. ზეცას შეთხოვდნენ მათ მონადირებას, კონკრეტულად ირმის ამ შემთხვევაში. შემდეგი ციტატა იმ თავიდან: პირველ სარკოფაგზე მეფეთა ოჯახებს შორის მისი გამოსახა მიანიშნებდა, რომ იგი ცისა და მიწის დამაკავშირებლადაც მიიჩნეოდა. ირემი გარდაცვლილ სულთა წინამძღოლი იყო იმ ქვეყნიურობისკენ. ჩვენი პასუხი: ხომ ხედავთ, თავადაც აღიარებთ ზეციურ კავშირს. უყურეთ ჩვენს ვიდეოებს და ბევრს ახალ ამბავს გაიგებთ. მაგალითად იმას, რომ გრაგლიანის სტელა წარმოადგენს ოქროს საწმისის ანალოგს, რომელზეც დატანილია ჰერკულესის თანავარსკვლავედის ფონზე სატურნისა და იუპიტერის, ირემის და ცხენის შერწყმის პროცესი. ღამეულ საზედად ჩვენი გამოთვლის ეს მოხდა ძველი წელთაღრიცხვის 1018 წელს. შემდეგი ციტატა იმავე თავიდან: შუმერებისთვის ირემი ნაყოფიერების ქალღმერთების ინანას სიმბოლო გახლდათ. ჩვენი პასუხი: ინანას სიმბოლო არ იყო ირემი, ასოცირდებოდა პლანეტა ვენერასთან. მისი ყველაზე ცნობილი სიმბოლოებია ლომი და 8 ვარსკვლავი. შემდეგი ცხვრის სიმბოლო. ქალბატონ ქეთევან ვერძის გამოსახულებას
გამოსახულების თქმისა ალბათ ეშინია. ელინისტურ პერიოდში ვერძის თანავარსკვლავედი ბერძნული მითოლოგიის ოქროს ვერს უკავშირდება, რომელმაც ჰერმესის ბრძანებით ფრიქსე და ჰელე გადაარჩინა და ფრიქსე კოლხეთში მოიყვანა. თანავარსკვლავედების ცხოველებით გამოსახვის პრაქტიკა უძველესი ეპოქებიდან მომდინარეობს. თან, როდესაც არის ცნობები ოქროს საწმისისა ვერძის თანავარსკვლავედთან კავშირზე და იმ ფაქტზე, რომ ძველ კოლხეთში ეწოდინებოდათ მისი ფუნქცია. გრაკლიანი გორის ვერძი წარმოადგენს ანალოგიური თანავარსკვლავედის სიმბოლოს და გამოიყენებოდა კალენდრად, რაც ასევე დავადგინეთ. ამაზეც გვაქვს ვიდეოები და უყურეთ. როდესაც რაღაც თემებს თუ ისტორიულ მოვლენებსა და გამოსახულებებს ერთმანეთს უკავშირებთ, ამას სჭირდება მტკიცებულებები უძველესი ისტორიული წყაროებიდან და არა ის სისულელები ვიღაცას როგორ ესიზრა ესა თუ ის მოვლენა. იმდენი უნდა იცოდეთ მაინც, რომ თითოეულ თქვენს ვერსიას ჰქონდეს რეალური არგუმენტი და არა რაღაც ორღობის ჭორაობის მსგავსი იდეა. თუ ძველ კოლხურ კულტურაში ვერძის გამოსახულებებია, რასაც ცხრის გამოსახულებებს უწოდებთ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ნაყოფიერების სიმბოლოს მიაგენით, არამედ იმას, რომ ვერძის ეპოქაა, მაგ პერიოდი და ძველმა კოლხებმა ეს ისტორიული მონაკვეთი დააფიქსირეს, რაც ასტრონომიულ კალენდართანაა დაკავშირებული და არა წარმართულ რელიგიასთან, რომელიც თქვენი ჭკუით შემდეგში ქრისტიანულ სიმბოლოებს დაუკავშირდა და რაღაც დომხალი მიიღეთ, რომელსაც თქვენი დისერტაცია ჰქვია. თუ ჩვენი კვლევების კომპეტენტური რეცენზირების კვალიფიკაცია არ გაგაჩნიათ, ჩვენი შეურაცხყოფით მას ვერ შეიძლებთ. პირიქით დაგარგავთ. თქვენ და თქვენნაირებმა დაგვანებონ თავი. შეურაცხყოფაზე გიპასუხებთ აუცილებლად. არავის სჭირდება თქვენი სიყალბით გაჯერებული ნაშრომები. აი ეს მიიღეთ მაგ თქვენი უხამსი გამოხდომიდან. ამით დავასრულოთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი და უყურეთ ჩვენს ვიდეოს. დიდი მადლობა.